მამიმ 4 ხელში უნდა გაიკეთოს მასაჟი 2 უკრაინელ ქალთან. ქობულეთში ყოფნა ისე ვერასდროს ჩაივლის თუ ჯორჯია პალას ჰოტელის სპა ცენტრში არ შემოვიარეთ. აუცილებელი არ არის სასტუმროში ისვენებდე. შეგიძლია ნებისმიერ დროს შემოხვიდე სპა მომსახურებებით ისარგებლო ან სალონით. მიშომ პედიკური და მანიკური გაიკეთა და თან ხელის დამარბილებელი პროცედურა ჩაუტარეს. ყველაფერი იდეალურად სტერილური და სუფთაა. მოსაცდელში დეტოქს წყლით გავგრილდით და მამიმ მასაჟზე გადაინაცვლა. კი გაგუჭირდა მისი 2 უკრაინელ ქალთან შეშვება, მაგრამ ისეთი მასაჟი გაუკეთეს, რომ ალბათ მთელი ცხოვრება არ დაავიწყდება. პროცესიც კი ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა. მე და ლიკა სალონისკენ გავიძურწეთ და მე თმის გამაჯანსაღებელი პროცედურა ჩავიტარე. ჩემს გაუბედურებულ და გაუხეშებულ თმას უმაღლესი პროდუქტებით რაღაც საოცრება ჩაუტარეს. ბოლოს ცხელი პირსახოცით შემიხვიეს და ლიკამ გაიკეთა თმის ტონირება. იდეალურ ფერზე დაჯდა ზუსტად ისეთზე, როგორიც უნდოდა. ჩემი თმის შედეგებით ყველა გაოცებულები ვიყავით, ესეც შედეგი. იქიდან აიურვედულ მასაჟზე გადავინაცვლეთ. ინდოეთიდან ჩამოყვანილი სპეციალისტები ყავთ და ძალიან მაგარი ხელი აქვთ. მამიმ შიროდარას სახის მასაჟი გაიკეთა. იქიდან მიშოსთან ერთად სოლარიუმში გადაინაცვლა. ლიკამ კი სახის მასაჟზე, სადაც ინდოეთიდან ჩამოტანილი ზეთებით დაუმუშავეს სახე.